ჩვენ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ თუნდაც ამ ტოქსიკური ურთიერთობებს საქართველოშიც და არა მხოლოდ წარმოშობს უამრავი თაობები, განსაკუთრებით ქალები ჩვენს წინ, ბედები, ბებიები, რომლებიც სისტემურად მიღებული იყო, და სისტემა წარმოშობს, რაც ვიცით კიდე ტრამვებს ყოველთვის, მიღებული იყო სისტემურად, მაგალითად 14-15 წლისებს ათხოვდნენ, მიწყავდა ეს ტიპებია, რომელიც 14 წლის გაათხოვეს, რაღაც სამჯერ უფროს კაცზე, ვერავინ ვერ დამარწმუნებს ახლა იმაში, რომ მას ეს ადამიანი უყვარდა. მისთვის ურთიერთობა იყო ძალადობა, ჩვეულებრივ, თუმცა მაშინ სისტემურად ეგრეთ წოდებული გაправებული იყო ეს ყველაფერი. მაშინ ესე იყო, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ეგრე ქმნიდა ოჯახს და ქალი იყო უფლებო რეალურად და უბრალოდ ირთივით აიღებდნენ, გადადებდნენ, ესე გაათხოვეს ზუსტად ჩემი დიდი ბებიას და შესაბამისად მე როგორც შთამომავალმა, როცა ვკითხულობ მის შესახებ, ძალიან ბუნდაოდ მახსოვს, დიდი ბებია იყო. ვიცი რომ იცხოვრო მთელი ცხოვრება როდესაც გვერდით 5 შვილი ყავდა და გარდაიცვალა. არავინ არ მიყვება მის შესახებ, რას განიცდიდა ის და რამდენი ბედნიერი იყო საერთოდ როგორც ქალი და პიროვნება. ზუსტად ვიცი რომ არ იყო ბედნიერი. მაგრამ სისტემურია ეს ყველაფერი, ხა სისტემა ითხოვს ეგეთ მოდელს ოჯახის თუნდაც. და ამიტომ ჩვენი წინაპრები, მათ შორის ჩვენი წინა თაობებიც ხო, ძალიან ბევრი ვართ ისეთი დედების შვილები და გაზრდილების ერთ გარემოში, სადაც ქალს არ ეკითხებოდნენ.